კარგად გაატანა ჰაკიმის და აბა ყვარავდა შანსი დაათხა. სამწუხაროდ არაზუსტი. სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა კვარაცხელია. ცუდად მოიგერია ბურთი კულიბალიმ და ცოტა დაგვაკლდა მორიგ გოლამდე ჩემპიონთა ლიგაზე. პირველი იქნებოდა პარის სენ-ჟერმენის მაისური დემბელე. კარგი გაყოლება ნევერსზე, პასი საჯარიმოში კვარა! ჩაკეტა და არის კვარაცხელიამ გაიტანა. ძალიან სჭირდებოდა ეს გოლი. დააკვირდით ლუის ენრიკეს ემოციებს. არანაკლებ გაუხარდა, დარწმუნებული ვარ 2-0 ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი პარის სენ-ჟერმენის მაისური ჩემპიონთა ლიგაზე. აი ნახოთ ახლა განმეორებით. ესე ძალიან მაგარია, რასაც ახლა ვისმენთ. შეკრებილი გულშემატკივარი სკანდირებს ხვიჩას გვარს. ხო, ვარდნაში, ახვილი კუთხიდან გაურთხა და გაიტანა. ძალიან კარგი. ცოტათი შეუცვალა ბურთს ბარკოლამ მიმართულება. ჩაკეტა ხვიჩამ შორეული კუთხე და მისი აღნიშვნა, რომელიც უკვე ვიცით. მაიმში არ ყოფილა დემბელე. აი ორი გოლის ხარჯზე დაამატა ეს ერთი წუთი ხვიჩა. კარგად დატრიალდა. მერე ფეხებში ვარდნაც მშვენიერი იყო, ბურთი შეუნარჩუნა თავის გუნდს. საერთო ანგარიში 5-0. კიდევ ერთი შანსი ხვიჩამ რა მაგარი პასი დატოვა. ფუსლით. გაუკეთა გადაცემა ფაბიან რუის. ჭრიდა ბურთს ესპანელი, მეკარისაგან შორეულ ცხრიანში, ოღონდ დაარტყა ძალიან არაზუსტად. დემბელეს კიდევ ერთი გადაცემა ვნახეთ. და მერე ხვიჩასა ეს მშვენიერი მოქმედება. განმეორებით შეხვედრაში ანადგურებს ბრესტს და კიდევ აქვს 15 წუთი როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ აზარდოს ანგარიში. ხვიჩას პასი და ეს გადაცემა ზუსტია. პრეასისტი, ასე ვთქვათ, ხვიჩა მიიღო. გონსალო კომბინაციაში მონაწილეობა. გონსალო რამოსის გოლი. ესეც მე-6-ე. კი ბატონო. ჩემპიონატში აქტობრივად მოგებული აქვს პარის სენ-ჟერმენს უკვე. განაღდებული აქვს ტიტული. კვარა შრამაგარი კომბინაცია და გადაცემა ასისტიც გვაქვს. გოლი პლუს საგოლე პასი. ბრავო. კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ გაზარდა კვარას ამბიციები და მაიულ გატანილი გოლის ავტორი. გააკეთა აუცილებლად გასაკეთებელი პასი იმ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელზე, რომელსაც მართებდა შემდეგ უკვე დაფასება და გოლის გატანა. ჯერ გოლის შემდეგ ასისტი შედგა ეს შეხვედრა ძალიან კარგი. ხვიჩა კვარაცხელია დღეს შეუდარებელი. როგორ შემატებს ეს თვითდაჯერებულობას? ნამდვილად სჭირდებოდა კი. ახლა როგორი ცადამდე ჩამოყვა მეტოქეს. ხო, ბრავო. ბრავო, აპლოდისმენტები ყველა კომპონენტში. სამაგალითო. ყველა კომპონენტში აბსოლუტურად. არაფერი დაემატა შეხვედრას 7-0. ამ მატჩი ორი მატჩის ჯამში კი 10-0 კვარაცხელიამ გაიტანა, საგოლე პასი შეასრულა და ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა. მატჩის დასრულებისთანავე პირველი კვარაზე გადავიდა კადრი. კი, სუპერ მატჩი, იმედია ასე გააგრძელებს და პროგრესი შესამჩნევი იქნება. წარმატებები კვარას. შემდეგი მეტოქე გაცილებით რთული ეყოლება პარის სენ-ჟერმენს, ეს ამბებით გაირკვევა უკვე პარასკევს.